არქეოლოგიური აღმოჩენა ძველ თბილისში. აბანოთუბანში მკვლევარებმა დედაქალაქის ისტორიული უბნებისთვის დამახასიათებელი ტერასული ტიპის ნაგებობის ნაშთი აღმოაჩინეს, რომელიც მათი ვარაუდით შუა საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. კონსტრუქციის დათარიღების საშუალებას მეცნიერებს ადგილზე ნაპოვნი არტეფაქტები აძლევს, რომელთა შორის ძვირფასთვლიანი ოქროს ბეჭედი და კერამიკული ნაკეთობებიც არის. მკვლევართა ვარაუდით აღმოჩენილი კედელი ერთ-ერთი ტერასის საყრდენი იყო. ეს არის ოქროს ბეჭედი, საკმაოდ მაღალი ხარისხის, როგორ ჩანს, ალმადინის თვლით. ჩვენთვის შედარებით არქაულად ჩვენ წარმოგიდგენია, მაგრამ ამას თავის სპეციალისტი ჭირდება, ის განსაზღვრავს. ესე შეგეძლოთ თითქმის ლეხვთახევამდე ესე ტერასულად ჩასულიყავით. თვითონ ამ ნაგებობის დანიშნულება, თვითონ ფუნქცია ჯერჯერობით ჩვენ ეხა ვერ დავადასტურეთ აბსოლუტური სიზუსტით, მაგრამ მისი შელესილობა, ანუ ჰიდრაულიკური ხსნარით რაღაც კავშირს გვაფიქრებინებს აბანოსთან. ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რა ოპტიმალური გამოსავლის მონახვა შეიძლება ისე რომ თქვათ მშენებელსაც არ შეეშალოს ხელი, დიდად შეიძლება ნაწილობრივ შეეშალოს, რა თქმა უნდა, რადგან ასეთი აღმოჩენა ყოველდღე არ აგვაქვს და ეს გასათვალისწინებელია, მაგრამ რაც თავარია, ეს არქეოლოგიური ძეგლი შენარჩუნდეს, მოხდეს მისი კონსერვაცია და მოხდეს მისი, ასე ვთქვათ, გახსნა ფართო საზოგადოებისთვის.